რეალურად პატარა სახელმწიფოებისთვის უკვე ისედაც იყო სახიფათო, ჩვენ ხედავდით, რომ არსებული საერთაშორისო წესრიგის პირობებში საქართველოს რუსეთი დაესხათავს, თან არაერთხელ უკრაინას, რომელიც არც პატარა სახელმწიფოა, ასევე დაესხათავს, ანუ საერთაშორისო წესრიგი როგორც ასეთი არ მოქმედებდა. ცუდი ბიჭები მოქმედებდნენ ისე, როგორც მათ სურდათ და სამაგეროდ სთხოვდნენ, ასე ვთქვათ, დემოკრატიულ სახელმწიფოებს, რომ თქვენ კანონი უნდა დაიცვათ, ისე არ არის. ჩვენ შეგვიძლია დავარღვიოთ კანონი, მაგრამ თქვენ უნდა დაიცვათ და კანონის ფარგლებში უნდა დაგვიდგეთ წინ. ახლა დონალდ ტრამპმა ეს ააყირავა ეს მაგიდა რეალურად. ირანი, რომელიც 10 წლეულების მანძილზე ქმნიდა მანქანას ტერორისტული მოძრაობების მთელ ახლო აღმოსავლეთში, აფინანსებდა ხამას და ჰეზბოლას, რომელიც შეუძლებელია უბრალოდ პოზიტიურ ძალად ვინმე მაღიქვას. ახლა თვითონ აღმოჩნდა აი ამ თამაშის წესებში მსხვერპლის როლში.